ეს ყოველსა დღეს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ტარდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია, რომელსაც ასევე კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებიც ესწრებიან. მნიშვნელოვანი ფორუმი და პლატფორმა არის იმისთვის, რომ ვისაუბროთ ევროკავშირის მომავალზე და დღესაც ზუსტად ეს არის თემა. პირველი სესიის თემა იყო თუ როგორი მოწყობილ უნდა იყოს მომავალში ევროკავშირში, საით უფრო მიდის ევროკავშირის სუვერენიტეტის პატივისცემა უფრო მეტად, თუ ფედერალიზმისკენ წასვლა და ამაზე საინტერესო დისკუსია იყო ჩემი მხრიდან. ვისაუბრე იმ გამოცდილებაზე და იმ მოლოდინებზე, რომელიც ქართულ ხალხს აქვს, უპირველეს ყოვლისა. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი ეს უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფო როგორც ინტერესები, ისე ხმა უნდა იქნეს გაგონილი. ამ მხრივ ჩვენ მათ შორის აღვნიშნე, რომ ვუყურებთ და ვაკვირდებით იმ დისკუსიას, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის შიგნით კონსენსუსის სისტემის ჩანაცვლებისა უმრავლესობით, რაც ჩვენი აზრით დამაფიქრებელია იმ მხრივ, იმიტომ რომ განსაკუთრებით პატარა ქვეყნებს არ მისცემს ხმის უფლებას, არადა სიმართლე ჭეშმარიტება არ გაიზობება ამ შემთხვევაში ქვეყნის სიდიდით და ამიტომ მნიშვნელოვანი არის და ამ მხრივ სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც თქვათ ზომით არ არიან იმდენად დიდი როგორც ზოგიერთი ევროკავშირის წევრი, ქონდათ ამ მხრივ საკუთარი მოსაზრებები. ასევე ვისაუბრე იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირმა განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში პატივისცეს დემოკრატიულ ლეგიტიმაციას, რომელიც ხალხიდან მომდინარეობს. საქართველოში ქართველი ხალხი განსაზღვრავს მისი სახელმწიფო შტოების შემადგენლობასაც და მოწყობას. ამ მხრივ ვისაუბრე ეგრეთ წოდებული ვეტინგის სისტემის თავისმოხვევის მავნე მცდელობაზე, რომელიც თავის მხრივ გულისხმობდა, რომ ქართველ ხალხს მისი ერთ-ერთი შტოს სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბება უნდა დაეთმო უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის და ამ მხრივ ესეც თავის მხრივ ეწინააღმდეგება სუვერენიტეტის პრინციპს და არ მგონია, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრმა ქვეყანამ მისცეს შესაძლებლობა სხვა წევრ ქვეყანას ან სხვა ინსტიტუციას ჩაერიოს მისი ქვეყნის ერთ-ერთი სახელმწიფო შტოს ჩამოყალიბებაზე. ასე რომ ამ მხრივ შევეცადეთ, რომ ჩვენ ეს აქცენტები ამ აქცენტებისთვის გაგვისვა ხაზი. თავისთავად ზოგადი კონტექსტი მათ შორის კოლეგებთან საუბრის დროს ამ მხრივ არის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისა. სამწუხაროდ დღეს საქართველოს და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა, რომელიც შეიქმნა ჩვენს რეგიონში, რომელსაც ბევრი განმაპირობებელი აქვს. ჩვენ ხედავთ ერთის მხრივ მძიმე ტვირთს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად აწევს ევროკავშირს და ამ მხრივ ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს ევროპაში ჰქონდათ მავნე მოლოდინები საქართველოს მიმართ, რომ საქართველო ჩაბმულიყო ესკალაციის პოლიტიკაში, ისე რომ მათგან განსხვავებით არც ნატო გვიცავს და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა და მეორე მხრივ ევროპაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ჩვენს ყოფილ ავტორიტარ მმართველს მიხეილ სააკაშვილის ფარველობს და ცდილობს არა მხოლოდ დაიხსნას ის მისი კანონიერი სასჯელისგან, არამედ მოიყვანოს მისი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში. აი ეს ორი არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოს მიმართ აქვს, როგორც კი მოიხსნება, იმ მომენტშივე ამ ტყვეობიდან გამოვა საქართველოს, ბრიუსელის და ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყანას შორის ურთიერთობა. ბატონო შალვა, ვიქტორ ორბანის სიტყვით გამოსვლაზეც მინდა გითხრათ. მან თქვა, რომ სოფლიოში ახლა დაწყებულია ცვლილებები, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვა პოლიტიკური ქარიქრის და ამ კუთხით ისაუბრა, რომ ახლა ეკონომიკურ ჰაბს წარმოადგენს ჩინეთი და ინდოეთი. ამ კუთხით როგორ შეაფასებთ მაშინ, როდესაც საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის კუთხით აკრიტიკებენ ხშირად? და ეს გამოვაკითხა, რომ ევროპას ჭირდება ძლიერი ლიდერები და ახალი სტრატეგია.
თავისთავად ერთი რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება, განსაკუთრებით ახალი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში, არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვერპლობა, რომელსაც წლების განმავლობაში თავსახავდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას და ამ მხრივ ხედავთ გამოფხიზლებას ევროპის შიგნითაც. როდესაც საზოგადოება ხვდება უკვე, რომ როგორც ამას მიხვდა ამერიკელი საზოგადოება, რომ აბსოლუტური ყალბი იდეოლოგიები, ლიბერალიზმის არასწორი გაგება და საერთო ჯამში, ასე ვთქვათ, ორველისეული მიდგომები, როდესაც ხდებოდა ჩანაცვლება ნამდვილი ღირებულებებისა ყალბი ღირებულებებით, ეს ეპოქა დასრულდა და მნიშვნელოვანია, რომ ამას თვალი გაუსწოროს ყველა ხელისუფლებამ ევროკავშირის შიგნით. რაც შეეხება სამომავლო კონსტრუქციას, ამ მხრივ ხედავთ ასევე ძროებს, რომელიც სოფლიოში ხდება, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, იმ მომენტშივე ითქვა, რომ ეს იყო ტექტონიკური გეოპოლიტიკური ძვრები, საით მივყავართ ამ და სად მიგვიყვანს ეს გეოპოლიტიკური ძვრები რთულია წინასწარმეტყველო, თუმცა ჩანს, რომ ევროპაში ბევრი დღესაც არ არის მზად, რომ შეხვდეს ამ საკითხს სერიოზულად იმ მხრივ, რომ კომპეტენტური პასუხები ქონდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ გარემოებამ შექმნა. ხედავთ ძალიან ზედაპირულს, ზირგ შემთხვევაში თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან და ამ მხრივ დასაფასებელია, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრ ორბანის მოწოდება მათ შორის დღეს ამ ფორუმის წინაშე, რომ სრული პასუხისმგებლობის და გააზრებით მიუდგეს ყველა ხელისუფალი და რაც მთავარია საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიუდგეს იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში წარმოიშვა. ბატონო შავა, ევროპის დღეზე ჩვენ ნახეთ, რომ ჩვენს კოლეგას თავს დაესხა კრემლიდან დაფინანსებული ელენე ხოშტარია. ამ დრომდე დუმს ამ საკითხთან დაკავშირებით საელჩო, როგორც ბრიტანეთის, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობა, ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენიმე კვირის წინ მათ შორის ბრიტანეთის ელჩი მედია სტანდარტებზე საუბრობდა საქართველოში. თქვენი პასუხი რა იქნება და როგორ შეაფასებთ? რა თქმა უნდა, როდესაც ევროკავშირის დღეზე ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე თავს ესხიან მედიას, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს. როდესაც ამ თავდასხმაზე რეაგირება არ ხდება. შეიძლება ექსცესები მოხდეს ყველგან, თუმცა როდესაც უჩუმდება ევროკავშირის საელჩო ამ თავდასხმას ჟურნალისტზე, ეს აჩვენებს, რომ ის ამითი ითმენს, თვალს ხუჭავს და რაც ყველაზე სამწუხარო, ამითი ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმას, მათ შორის ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ ევროკავშირისგან დაფინანსებული ადამიანები. ასე რომ სამწუხარო ტენდენცია ჩამოყალიბდა ევროკავშირის საელჩოს მხრიდან, რომელიც დღეს სამწუხაროდ იქცა როგორც სიძულვილის ენის, ისე რიგ შემთხვევაში ძალადობის წამახალისებლად, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები არიან ჩართული ძალადობაში, სიძულვილის ენაში, დეзинფორმაციის გავრცელებაში და ამაზე არათუ თვალს ხუჭავს უბრალოდ, საერთოდ არ რეაგირებს, რაც საბოლოო ჯამში ახალისებს ძალადობას და სიძულვილს. რამდენიმე თემა მეფქმა ბატონშალა, ერთ-ერთი არის თვითმმართველობის არჩევნები, ერთის მხრივ ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოიკოტის ნიშნად არ მიეწერენ მონაწილეობას, მაგრამ ხედავთ მათთან გარკვეულ მზადებას. ყოველ შემთხვევაში რეგიონების მიმართულებით მათ შორის არის ლელა. როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას და თუ მიიღებს, მაშინ როგორ გადანაწილება ძალთაბანზე, ვის რა რესურსი აქვს ახლა ამ პროცესში? მე როგორც ვაკვირდები ლელომ და პარტია საქართველოსთვის უკვე დიდად აღარც ცდილობენ რომ ასე ვთქვათ მოიტყუონ ადვილად თვითმმართველობის არჩევნებში მათი მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხებზე, განაცხადეს პირდაპირაც რომ ბოიკოტს არ უცხადებენ, ასე რომ კარგია თუ საბოლოო ჯამში ამ ტყუილს თავს დაანებებენ, უпрост ხოლმე საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებენ, თავს ჟანადარკად აჩვენებენ, სინამდვილეში ჩვეულებრივად იყურებიან პოლიტიკური თანამდებობისკენ, რა შეიძლება მოიპოვონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ასე რომ საბოლოო ჯამში მათი გადასაწყვეტია მთავარი ჩვენთვისაც არის მნიშვნელოვანი, ჩვენ საზოგადოებას, მათ შორის მათ ამომრჩევლებს პარტიები არ ატყუებდნენ და ამ ტყუილს რაც უფრო მალე დაასრულებენ და თუ კი გამბედაობა აქვს თუ პირდაპირ თქვან
და თვალში ნაცარი არ აყარონ საკუთარ ამორჩეულს, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ კარგი იქნება. მეორე მხრივ მე ზოგადად მივესალმებოდი, რომ რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მით უფრო კარგი, ექსტრემისტებს არაფერი ესაქმნათ როგორც პარლამენტში, ისე ადგილობრივ თვითმმართველობაში. ასე რომ ერთიც და მეორეც საერთო ჯამში მათ მიერ მონაწილეებს არ მიიღება კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოო ჯამში საბოლოოდ ჩაიხსნებიან ყოველგვარი პოლიტიკური ცხოვრებიდან, მონაწილეობას თუ მიიღებენ, ესეც კარგია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ საზოგადოება განაჩენს გამოუტანს არჩევნებს. არჩევნების ნაწილში კითხავთ, საულბე სამედაშვილი ამბობს, რომ მთავარი არის ის, რასაც ამბობს ევროპა 2020 წელს, როდესაც არჩევნები გაყავდა ევროპას, არ სურდა ხელახალი არჩევნები, ახლა სურსო. რატომ არის ოპოზიციისთვის საკუთარ ამორჩეულზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის ნათქვამი და აი არჩევნების გაყალბების ნაწილშიც რომ შეაფასოთ მისი პოზიცია? საერთო ჯამში ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ მთლიანი ოპოზიცია შეკრული არის, ოპოზიცია შეკრა ერთმა გამონათქვამა, ცალფეხზე დგომა, რომელიც ასე კარგად მოერგო ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. ცალფეხზე დგომა არის მათი წესიდან ირი. სინამდვილეში ეს არის ხალხი, რომელიც ვერ გამოვიდა საბჭოთა აზროვნებიდან და ზუსტად ეს არის მათთვის. მათ უბრალოდ მოსკოვი ჩაანაცვლეს ბრიუსელით ან სხვა დედაქალაქით, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ელოდებოდა ზოგიერთ ინსტრუქციებს მოსკოვიდან, ახლა ელოდებიან ინსტრუქციებს ბრიუსელიდან. ეს არის სინამდვილეში 21 საუკუნეში საბჭოთა მენტალიტეტის ხალხი არის რადიკალურ ოპოზიციაში, რომელსაც აქვს ჩვეულებრივი ცალფეხზე მდგომი მონური მენტალიტეტი. ასე რომ ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და იმიტომაც არიან ისინი მუდმივი ლუზერები არჩევნებში. კითხავთ მე დაპირისპირებაში, რომელიც იკვეთება ოპოზიციაში, რამდენიმე მოხდა დაპირისპირება, როდესაც ნაცმოძრაობის წარმომადგენელი გააძევეს აქციიდან ბანერი დაახტეს თავზე, ეს რეალურად ამ პროცესებში როგორი არის ნაცმოძრაობის როლი, მათ შორის სააკაშვილის როლი და ზოგადი კონტექსტი ოპოზიციის? მე მივესალმებ იმას, რომ სააკაშვილის ბანერი გამოჩნდა ამ აქციებზე. დიდი ხანია მე მოუწოდებ ამგვარი ღონისძიების მონაწილეებს თქვან, ვის მისცეს ხმა. აი გამოვიდა ნაცების ნაწილი და თქვენს ვის მისცეს ხმა. აბა სხვებმაც თქვენ ერთი ვის მისცეს ხმა. საქმე იმაშია, რომ დღემდე არც ერთ მონაწილეს არ უთქვამს ვის მისცა ხმა, იმიტომ რომ ცხენიათ. რა თქმა უნდა, სირცხვილია, როდესაც ხმა მიეცი ნაცმოძრაობას, გვარამიას, ლელოს, გახარიას, როცა ხმას აძლევ ნაცებს, მოღალატეებს, ადამიანებს, რომლებიც წამების სისტემაში იყოს, ეს როგორ შეიძლება ვინმესთვის საამაყო იყოს. ამიტომ კარგია რომ გაბედეს ახლა უშუალოდ პარტია ნაციონალ მოძრაობის ამორჩევლებმა და თავის იდენტიფიცირება მოახდინეს, ახლა სხვებსაც მოუწოდებ გვერდზე გადადონ ჯო უილსონის და სხვისი პლაკატები და დაიჭირონ იმ ლიდერების პლაკატები, რომელსაც მათ ხმა მისცეს. რატომ ცხენიათ ამ ყველაფერს? იმიტომ რომ სამარცხვინო არის, რა თქმა უნდა, სამარცხვინო იქნება, როდესაც ისინი აღიარებენ სინამდვილეში რა არის მათი ღირებულებები. იმიტომ ამით ხო აჩვენებენ ადამიანი, რომელსაც გვარამიას მისცა ხმა, იმ ღირებულებებზე როგორ უნდა ილაპარაკოს. ადამიანი, რომელმაც ლელოს დადასტურებულად თაღლითების პარტიას, დადასტურებულად პარტიას, რომელიც მილიარდ ნახევარის წართმევას ცდილობდა თავისივე ამორჩევლის ჯიბიდან, რო იტყვის რომ ამათ მიმეცი ხმაო, როგორ შეიძლება ეს მიმეცი სამაყო იყოს და როგორ შეიძლება ეს იყოს არ იყოს სამარცხვინო, როდესაც ადამიანი იტყვის რომ გახარიას მისცა ხმა, რომელმაც აღიარა ფაქტობრივად საგამოძიებო კომისიაზე, რომ უცხო ქვეყნის ელჩის მითითებით გადადგა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობიდან. ასე რომ ყველამ კი არ იჩხუბონ ვისი პლაკატი უჭერს, ყველამ დაიჭიროს და უნდათ გულზე დაიკიდონ თავისი ლიდერების პლაკატი და დაგვენახონ ერთი ვინ არიან. ჩვენ ვართ აქ ქართული ოცნება. აქ არიან ქართული ოცნების ამორჩევლები და დაგვენახონ ისინი ვინ არიან, თუ კი არ ცხენიათ საკუთარი არჩევნებს. ბატონო შალვა, ევროპარლამენტში კონკრეტული პოლიტიკური პარტია ითხოვს სპეციალური საგამოძიებო კომიტეტის შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გავლენების გამოსააშკარავებლად. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ბრიუსელი გამჭვირვალობის კანონის მიღებისთვის აკრიტიკებდა. როგორია თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით? რაც არ უნდა ჭირი მალოთ, ჭირი თავს არ დამალავს და ეს ჭირი გამოავლინა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, როდესაც ამხილა USAID-ის და სხვათა თაღლითური სქემები, რომლითაც ფინანსდებოდა პროპაგანდა, დეზინფორმაცია, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და რა თქმა უნდა ეს თუ კი ამერიკული დაფინანსება იყო ამსენით შეპყრობილი, აქ თავისთავად იგულისხმება აპრიორი უკვე რომ ევროპული დაფინანსება ზუსტად ამსენით იქნება და შეპყრობილი. სამწუხაროდ ამაზე თვალს ხუჭავენ, სამწუხაროდ ევროკავშირის საელჩო საქართველოში ნაცვლად იმისა, რომ
აქედან დასკვნები გამოიტანონ და გახდნენ გამჭვირვალენი ქართული ხალხის მიმართ, არათუ თვალს ხუჭავენ, არამედ უბრალოდ აიგნორებენ ამ საკითხს და უფრო კიდე მეტად გამომჭვირვალე დაფინანსებია. სულ ახალ ნახეთ საფრანგეთის საელჩომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს მისცა ფული და ქართულ ხალხს გვეუბნება, რომ უნდა დახაზონ ტურისტული მარშრუტები. მე ხა ამ ასეთ რაღაცებს ვინ დაიჯერებს და როდესაც კითხვები იყო საელჩოს მიერ, ნახეთ რომ დაემალნენ პასუხებს, აქეთ რო გვასწავლიან გამჭვირვალობას და გახსნილობას, თვითონ ჩაიკეტნენ, ჩაირაზნენ და სიტყვა არ გასცეს ქართულ ხალხს არ ჩააგდეს არაფრად, რომ ეპასუხათ იმ ლეგიტიმური კითხვებისთვის, რომელიც არსებობს, აი თუნდაც ამ კონკრეტული დაფინანსების მიმართ, როდესაც ექსტრემისტული პოლიტიკური ჯგუფის წევრებს მისცა საფრანგეთის საელჩომ ფული და ამით რეალურად არაპირდაპირ აფინანსებს მათ რადიკალურ ქმედებებს და ჩვენ თვალში ნაცარს გვაყრის თითქოს ახლა ტურისტული მარშრუტები უნდა ხაზონ ადამიანებმა, რომლებიც იმით არიან დაკავებული, როგორ დაამხონ საქართველოში ხელისუფლება. მე მინდა კითხოთ პანელზე საქართველოს მოქალაქეებმა გამოიტანეს რამდენიმე წელიწად პანელი საქართველო აღარავის დაემონება, რომელიც შემდგომ ვინმე ლალი კეპუამ დაჭრა, როგორც გაირკვა ეს ადამიანი არის რადიკალური ოპოზიციის რიგითი აქტივისტი. რას ამბობს ეს ფაქტი თქვენთვის? არაფერი, რა თქმა უნდა, მონებს არ მოსწონთ მიმართვა, როდესაც მონობაზე თანხმობა არ არის. მონას ეს თვალში ეჩრება და ამიტომაც ხევს ის ვინც თავს მონად მიიჩნევს და ცალფეხზე დგება სხვების წინაშე, მისთვის ეს შემაწუხებელი არის და ამიტომაც ხდება ბრძოლა ასეთი ღირებულებების მიმართ.